2025 წელი კულტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო. ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზში, ამერიკულ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ოქროს გლობუსის 82-ე ცერემონია გაიმართა. საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ამერიკელი რეჟისორის ბრეიდი კორბეტის ბრუტალისტი გახდა. ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე მოგვითხრობს. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო თავად ბრეიდი კორბეტმაც. მთავარი როლის შემსრულებელი ედრიან ბროუდი კი დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად დაასახელეს. And the Golden Globe goes to Adrian Brody. I have much to say. I'm going to try and be brief. ახლა ბევრი მაქვს სათქმელი, თუმცა ვეცდები რომ მოკლედ ვთქვა. ბრუტალისტი ნამდვილად არის ამბავი იმაზე, თუ რამდენი შეუძლია ადამიანს. ამიტომ არასწორი იქნება არ აღვნიშნოთ ჩემი კოლეგები, დენიელი, კოლმანი, ტიმი, სებასტიანი და რალფი. მეგობრებო, თქვენ რეალურად მართლა მიაღწიეთ ისეთ სიმაღლეებს თქვენ საქმეში, ეს ისე შამაგონებს. ბრეიდი და მონა მიყვარხართ, მადლობა რომ ხვდები შემასხით და მომეცით საშუალება რომ მიმეღო მონაწილეობა ამ ტრიუმფის მშენებლობაში. ბედნიერებაა რომ ახლა ასეთი საოცარი ხალხის გარემოცვაში ვარ. აქ არიან რეჟისორები, რომლებითაც გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი თავდადებით მუშაობდა ამ ფილმზე წლების განმავლობაში, მის გადაღებამდე და მისი გადაღების შემდეგაც. მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ჭირსათულ ხინში. ჩემს ოჯახს, ჩემს შემოქმედებით პარტნიორსა და მუზას, ჩემს შეუდარებელ დედას მერი კორბეტს და ჩემს შვილს ადას, რომელიც ამ საღამოს საოცრად გამოიყურება თავის კაბაში. ვფიქრობ, რომ ყველა ის განსაცდელი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, ამად ნამდვილად ხილდა. საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიის გამარჯვებული ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის ფილმი ემილია პერესი გახდა. მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის. წელს ოქროს გლობუსის ყველაზე მეტი 4 ჯილდო სწორედ ამ ფილმს ერგო. სერიალებიდან კი ზუსტად ამდენივე ნომინაციაში გაიმარჯვა ისტორიულმა დრამამ სიოგუნი. დრამატულ ფილმში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის კი ბრაზილიელი მსახიობი ფერნანდა ტორესი დააჯილდოვეს. ფილმისთვის ჯერ კიდევ აქვარ. მსახიობმა ეს გამარჯვება დედას მიუძღვნა. პირველ ბრაზილიელ ქალს, რომელიც ოქროს გლობუსზე 1998 წელს იყო წარდგენილი. Have you ever dreamt? ოქროს გლობუსი პირველად მიიღო მსახიობმა დემი მურმა. ის საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა ფილმ სუბსტანციაში შესრულებული როლისთვის. ნამდვილად არ ველოდი, გაუგნებული ვარ. 45 წელზე მეტია ამ საქმეს ვემსახურები და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როგორც იქნა მსახიობმა რაღაც მოვიგე. მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა, ფილმ ნამდვილ ტკივილში შესრულებული როლისთვის. საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი ოქროს გლობუსი ანიმაციურ ფილმს Flows გადაეცა. ოქროს გლობუსის 82-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 27 კატეგორიაში გამოავლინეს. 2025 წლის საუკეთესო ნამუშევრები კი 1 წელიწადში დასახელდება.